მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 70-ე ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და როგორც რამდენიმე დღის წინ დადებულ ვიდეოში დავაანონსეთ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ვდებთ ეპიზოდს, რომელშიც შევეხებით მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს და შეძლებს დაგვარად ვისაუბრებთ, ვინ გონია ფავორიტი, ვისგან ველით მოულოდნელობას და მოკლედ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე, რომელზეც 1994 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება მსოფლიო ჩემპიონატი, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. მოდი პირდაპირ თქვა, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათ ერთ-ერთი არის საათობრივი ცვლილება, სიცხეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ თემებს შევეხებით დღეს, ბექასთან და რეზისთან ერთად ვარ, გრიზლი კვლავ არ ყავს, დანაკლისით ვარ, ზედზედორი ეპიზოდია. თუმცა ვეცდებით, რომ მოკლედ ეს დანაკლისი საფუძვლიანად შევავსოთ. როგორ ახართ ბიჭებო? პირველ რიგში. შენიურად და უკვე მედალეზიმ გავახურეთ და ბეჭდება. კი, აი ისეთ სიტუაცია იყო, რომ გავაჩერე ესენი, რომ მეთქი ეს გადაცემაში ვისაუბროთ თუ შეიძლება. აქეთ მე მარცხენა ფლანგზე მყავს მესის პირადი გულშემატკივარი, აქეთ რონალდოს პირადი გულშემატკივარი და მოკლედ დიდი ამბებია, ასე ვთქვათ. მანამ სანამ ამ ცხელ დებატებში შევალთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქოთ ეს კონკრეტული და ზოგადად ვიდეოები, რომელსაც ჩვენსას უყურებთ. თუ მოგწონთ, კომენტარებში დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ, რას ვამბობთ კარგს, რას ვამბობთ არასწორს და აუცილებლად გავითვალისწინებთ მოკლედ ამ ყველაფერს. კვლავ სახელოსნო ბარში ვიმყოფებით. მადლობა ჩვენს მეგობარ ლუის იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აქედან ჩავწეროთ საინტერესო ეპიზოდები და მოგაწოდოთ და HubSG უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი კომპანია, საქართველოს ჩემპიონატის მაისურებით რომ გვამარაგებს და ჩვენ კი ვცდილობთ, რომ თქვენ მოგამარაგოთ კონკრეტული გათამაშებების მეშვეობით. მოკლედ რომ ვთქვათ. წავედით, მზად ხართ იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ რეზის საყვარელ გუნდს უკვე მოქმედი გამარჯვებული არ ერთხმის, იმიტომ რომ სულ რამდენიმე საათი დარჩა და ახალ მსოფლიო ჩემპიონატს. ჯერ კი ფინალამდე. ვთქვათ ფინალამდე, ან მერვე ფინალამდე მოკლედ. პირველ რიგში გითხავთ ფორმატზე, იმიტომ რომ ეს არის ფორმატი, რომელსაც ბევრი ადამიანი მოდი აკეთებს. შევთავაზოთ, რომ მე და რეზი დღეს შევესწავლეთ მაქსიმალურად სუბიექტური იყოს არგენტინას, მესი და რონალდოს შემთხვევაში. დიდად პორტუგალიის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ რონალდოს გულშემატკივარი. კი. და ნუ რეზი ბავშვობიდან არგენტინის ფანია და მე მინდა ვნახო არგენტინის გულშემატკივრის სახეები რონალდო როცა თასწელში. აჰა. ძალიან ამბიციური. ესე იგი შენ აქედანო შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ შენ პორტუგალიას მიიჩნევ ერთ-ერთ თავარ ფავორიტად. აქეთ რა ხდება რეზი? თავარ ფავორიტად არ მიიჩნევ, მაგრამ არის ერთ-ერთი ფავორიტი. პორტუგალია? თუ არგენტინა? არგენტინაც ერთ-ერთი არის, მაგრამ ნუ რაღაცა მე ახლა ჩემპიონატს ხვდები უკვე, ანუ ყველა წინა ჩემპიონატიდან განსხვავებული, უფრო შვიდ ნერვებზე. კი. იმიტომ რომ თავარი ის შესრულებულია, მესი მოიგო თავის თასი. მოიგო თან მითქვა ქვია, აუც მე შემიძლია ყველა თამაშზე ვიკამათო, რომ მოთამაშე აჯობა რომელიმე მეტოქემ, თუ ვინმე ამიხსნის, კი ბატონო, დავთანხმდეთ წინა მსოფლიოზე, რაღაც არ ჩანდა ეგეთი თამაში, ვერცერთი ვერ აჯობეს და სხვა, ეხლა მე სადრა დაინიშნა და რაღაც, ეხლა ორჯერ ვიგებდით ფინალს და პენალტები დაგვიდეს ჩვენს კარში, ხა ეგეც იყო. არა. რომელი არ იყო მე. მაშინ არც ამათზეც ვერ იყო, ეხლა რომელიმეზე არ იყო. არა, იქ შეგვიძლია თქვა არგენტინის პენალტი რომელი არ იყო. რომელი არ იყო, რავია. დიმარიასი. როგორ არ იყო პენალტი ხო ეგა. რომელი საფრანგეთთან? არა, ეგ პენალი იყო ბეთამის. ხო, ნუ მე ამ შემთხვევაში ჩემი გუნდი უკვე 3 მსოფლიო ჩემპიონატია არ გასულა მსოფლიოზე. პირველი გუნდი საქართველოს ნაკრები არასდროს არ გასულა. მეორე გუნდი 3 მსოფლიო ჩემპიონატია ვერ გადის და მოკლედ ხან რომელ გუნდს მივეტმასნები და ხან რომელ გუნდს. ნუ უფრო ახლოს მაინც არგენტინას არ ვარ, გამომდინარე იქიდან რომ ეს სამხრეთული მენტალიტეტი ძალიან მომწონს და წინა მსოფლიოზე ნაწილობრივ წურავდი იმას, რომ მესის მოიგო. თუმცა ჩემი სენტიმენტები და გრძნობები რონალდოს მიმართაც არ არის ასე ვთქვათ ცივი და პორტუგალიასაც ძალიან დიდი სიამოვნებით უგულშემატკივრებ ესე კონკრეტული გუნდი ამორჩეული ნამდვილად არ მყავს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. უბრალოდ არის რამდენიმე ნაკრები, რომლის თამაშიც განსაკუთრებით მაინტერესებს. რადგან თქვენ ყურად არ იღეთ ჩემი შეკითხვა ფორმატთან დაკავშირებით? ხო, ფორმატი მე არ მომწონს, მე არ ვხრობი ხოლმე ყველა მითამაშოს რაღაც გამორჩეულ ტურნირზე. უნდა იყოს რაღაც, ნუ 32 გუნდი თითქოს მიჩვეული ვიყავით. თავისი გამართლება აქვს თუ მსოფლიო ჩემპიონატი და ფეხბურთი ყველასთვის არის და ასეთი ხო, რაღაც ის უნდა იყოს. მაშინ ყველა მითამაშოს. მაშინ ყველა მითამაშოს. ხო, 200 გუნდიანი ხო, რამდენი ქვეყანაა ჩავატარო 200 ქვეყნიანი. ფეხბურთი ფეხბურთი ყველასთვისაა, მაგრამ გამოდის რომ ყველასთვისაც არა უნდა დაიმსახურო იქ მოხვედრა და ეს ამარტივებენ იქ მოხვედრას. ჩემი აზრით ფორმატიდან გამომდინარე საწყისი ეტაპები შესაძლოა რომ ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდეს და აი უბრალოდ ახლა ამაზად ვამბობ, თორემ ჩემი გადმოსახედიდან წესით რაღაც პლეი-ოფებამდე ძალიან მოსაწყენი უნდა იყოს, იმიტომ რომ
პირველად 3 გუნდი გადის ჯგუფიდან. გაზრდილია ყველა ჯგუფიდან არა მგონი, მაგრამ საუკეთესო 8 მესამე ადგილოსანი გადის. ნუ ჯგუფური ეტაპი იმას კარგავს აზრს რა. როგორ მოახერხოს ახლა ტოპ გუნდმა რო იქ ჩარჩეს, გერმანია ხო ჩარჩა რაღაც 2 ჩემპიონატი ხო ჩებოდა ჯგუფში და იტალიაც სანამ აიღებდა ხელს სოფლიო ჩემპიონატზე, მანამდე ჩებოდა ჯგუფში. 2014 ხო ჩარჩა იტალია. უბრალოდ შეიძლება ვნახოთ ძალიან დიდი სხვაობები ანგარიშში. ფიქრობ რომ ჯგუფურ ეტაპზე ეს საკმაოდ ბევრი იქნება, აი მაგალითად პორტუგალიას ყავს უზბეკეთი და კონგო. მიუხედავად იმისა, რომ კონგოს ნაკრები არც ისე ცუდია და საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ყავს. თუნდაც პრემიერ ლიგიდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს და ასე შემდეგ. აი კლასის სხვაობა იმდენად დიდი იქნება ჯგუფურ ეტაპზე, რომ ვიხილავთ ჩემი აზრით ძალიან ბევრი სხვაობა. გერმანია ხდება კურასაოს ნაკრები მე ერთხელ ყავს ნანახი. ის არგენტინა რო გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ორი თამაშით დაგეგმეს სახლში რომ რაღაც საგამოფენო რომ აი რაღაც ეზეიმათ გულშემატკივრებთან ერთად ერთ-ერთი იყო კურასაო ისეთ შეხვდნენ რომ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოიგოთ და მე იქ რაღაც მესის 3 გოლი ქონდა გასტანთ 2 გოლი 100 გოლამდე ნაკრებში და მოუგეს 7-0. ოღონდ აი 17-0 რომ მოიგოთ ეს თამაში არ გამიგურდებოდა ხო ეგ არის ხო მსოფლიო ჩემპიონატზე გონდი. მსოფლიო ჩემპიონატთან რა დებიუტია. მსოფლიო ჩემპიონატი. მე ვიხილავ ისე რომ ხო ალბათ ჰოლანდიის ნაკრებია, მაგრამ მე ესეთი მეორე ჰოლანდიის ნაკრები, მაგრამ კიდე შორია რეზი უფრო იქეთ. ხო რა, ოღონდ ჰოლანდიელები არ თამაშობენ, მაგრამ ნუ კარგია რავი იქნება ვიღაც იქნება ვინც აღარ გამოხტება და რაღაც ძალიან მაგარ ტურნირში ჩაატარებს ეგეთიდან და ყოველთვის წავა იმაზე საუბარი რომ ეგეთი ნაკრები ყოველთვის არის თურქეთი ხო. როგორი? აი ევროპის ჩემპიონატებზე ისე განსაკუთრებით ხო dark horse-ი და აი ეს შემოგთავაზა სურპრიზებს აი ინგლისის უემბლიზე როცა იყო. აი მაროკომ რაც გააკეთა წინა მსოფლიოზე რაღაც ეგეთი იქნება და თურქეთს ხო გაკეთებული 2002 წლის მსოფლიოში. ნუ ამას FIFA დაიხვევს მე რომ აი ეგ მე შეიძლება მეტი ეგეთი გუნდი და შევყაროთ ეხლა და მეტი თამაში და ნახავთ აი რაღაც ეგეთი იქნება. ალბათ რაღაც წარმოუდგენელი მოხდება თუ 64 გუნდამდე გაიზარდოს აი. ხო რაღაც და ხო მანამ სანამ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატამდე მივალთ იმას ანუ იმას მე არ ვამბობ რომ რაღაც არავინ არ ათამაშონ ეხლა და მარტო იმ გრანდებმა ათმა საუკეთესო ითამაშოს იმიტომ რომ სულ ეგენი იქნებიან საუკეთესო მაინც რომელიღაცა მაკედან უნდა მოიგოს რა მსოფლიო ხო მაგრამ ნუ რაღაც ექსკლუზიურობას უკარგავს ცოტა რა ხო აი მესმის რომ ჰაიტისთვის კურასაოსთვის და უზბეკეთისთვის თუნდაც ეგ საყოველთაო ბედნიერების მიზეზია ბუნებრივია და ქვეყნების რაოდენობის ზრდა მაშინ არ უნდა ანუ აქეთ არ უნდა ტოვებდეს ისეთ გუნდებს მაგალითად როგორც არის იტალიის ეროვნული ნაკრები ხო იმიტომ რომ ბევრი ნეიტრალური გულშემატკივარი თვლის რომ იტალიის ეროვნული ნაკრები უხდება მსოფლიო ჩემპიონატს სხვა რო არაფერი ჰიმნის პონჩი ასე ვთქვათ უბრალოდ ეგ არის რა თუ ამ ყველაფერს ხვდით საყოველთაოს მაინც და მაინც აქ ისე გამოვიდა რომ ევროპული გუნდების ხარჯზე მოხდა უბრალოდ ამ რიცხვების რაოდენობისა და გუნდების რაოდენობისა და მე ამას არ ვეთანხმებ მაგალითად პირდაპირ შეგადე იქით კონფედერაციებში არ არის ეგეთი რთული გუნდებიც არ არის რა ერთმანეთს რო შეიძლება წარმოიდგინე აქ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია და ერთი ვიღაც აუცილებლად გაიწირება იმისთვის რომ ვერ მოხდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალიის გარდა ეცები ხო დანია იტალია უკრაინა ვერ გავიდა რომელიც ასევე ნორმალური გუნდია ხო ნუ ეხა ჩვენ ეხა იტალია რადგან დიდი გუნდია და 4-ჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული მაგიტომაც ვამბობ მაგრამ ოდე მეორე მხრივას იტალიამ დაიმსახურა იყოს მსოფლიო ჩემპიონატი არ დაიმსახურა რა თქმა უნდა უბრალოდ ნახე ამ კრიზისში მყოფი იტალიაც შეიძლება უკეთეს სანახავი იყოს მსოფლიოზე ვიდრე ჰაიტი სიტყვაზე მე იმას კი არ ვამბობ რომ ჰაიტი უნდა ამოვაგდოთ და ჰაიტელ ხალხს ბედნიერება წავართვათ და იტალია ჩავსვათ არა იმაში აბსოლუტურად გეთანხმები რომ ეს იტალია მსოფლიო ჩემპიონატს თამაშს არ იმსახურებს უბრალოდ ამ მსოფლიოზე რომ ცოტა პროპორციულად გაზრდილიყო ევროპული გუნდების რაოდენობა და შემცირებულიყო ამ სუსტი გუნდების რაოდენობა მაგრამ მაინც იგივე შედეგამდე რომ მისულიყავით რომ ესეთი თამაში დაჭირებოდა იტალიას ხო შეიძლება ეგეც კი რა თქმა უნდა უბრალოდ შეიძლება უფრო მაგრამ პრინციპში ხა ბოსნიაზე სუსტი მეტოქები და უნდა შეგხვდეს ხო ევროპის მასშტაბით ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ წააგეს ბოსნიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი და იქამდე იმასთან შვედეთთან ხო მოკლედ ანუ არ იმსახურებს რა რაც ამ ჩემი აზრით რაც ამ უნდა ფორმატი შეცვალონ პირველ რიგში თავისი ჩემპიონატის ფორმატი უნდა შეცვალონ და თავის ფედერაციაში თავის პრობლემებს უნდა მიხედონ იმისთვის რომ რაღაცა ანუ იტალია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა რომ რაღაცა ბექ-ოფისში როგორ რაღაცა სულად ხდება ეგ სულად აისახება ნაკრების თამაში აი იდეალური მაგალითი ამის შესაბამისად დასანანია რაღაცა სიმბოლოა მსოფლიო ჩემპიონატის ბევრი მოგონება და რაღაცა მოგცა იტალიის ნაკრებმა თავისი გამორჩეული სტილით კატენაჩოთი და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ვთქვათ, რომ ამ თავის იდენტობას ხელი აიღეს და რაღაც მოიგონეს და შესაბამისად იჯებიან.
მე რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მაგრამ დამსახურებული არის ჩემი. ხო, სავარაუდოდ რა უკვე მე მგონი დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამი ეპოქალური ფეხბურთელისთვის იქნება ეს მსოფლიო ბოლო, რონალდო და მესი ბუნებრივია. ნეიმარი იქნება კიდე ალბათ ეგეთი ფეხბურთელი, იმიტომ რომ ნეიმარს ისეთი მიღწევები აქვს და სიყვარული განსაკუთრებით აქვს ბევრი ფეხბურთის ფანისგან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წურავდა იმას, რომ მე მგონი ჰეითერებიც კი რომ ნეიმარის გავლენა ნაკლები არა მესის და რონალდოს გავლენაზე იმ ამბავში, რომ ანუ ახლა ვინც თავარი ვარსკვლავები მოდიან, ყველას თავარი კომერი ვინც არ უნდა კითხო, ვისაც არ უნდა კითხო თქვა რა. იამალიდან დაწყებულია ვინისიუსით დამთავრებული, დუე, მუსიალა და ყველა იძახის ნეიმარს რა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო. საკუთრებით არის რომ ყველაფერში ძალიან ბაძავს. კარგი, თავარ ფავორიტებზე მინდა კითხოთ აუცილებლად. გასაგებია რომ ბევრი გუნდი შეიძლება ჩამოითვალოს, თუმცა აი ესე განსაკუთრებით რომელ გუნდს მიიჩნევთ რომ შეიძლება იყოს ფავორიტი. მე პირადად ჩემს ასს ვიტყვით სანამ თქვენ გადმოგცემთ სიტყვას, მე ესპანეთს დავასახელებთ. მოქმედ ევროპის ჩემპიონს და გუნდს რომელიც ასე თუ ისე ყველაზე მეტად ჩამოყალიბებული არის საკუთარ სათამაშო სქემაში, ფეხბურთელების გამოყენებაში, იქ მიკელ ოიარზაბალის გამოყენება ცენტრ ფორვარდად, განსაკუთრებით დაალაგებული ნახევარდაცვის ხაზი, სავარაუდოდ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი პედრის თამადობით და ლიდერობით, იქ როდრი, საკმაოდ კარგი მწვრთნელი, რომელიც იდეალურად ანაწილებს ამ ყველაფერს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და მოკლედ, ჩემი გადმოსახედიდან ფურია როხა არის რავი, ჩემთვის მაგალითად ტოპ 1, ან პირველი ფავორიტია, მას შემდეგ საფრანგეთს და არგენტინას მიუსვამდი გვერდით. და განსაკუთრებით მაინტერესებს მართლა ევროპის მოქმედი გამარჯვებული როგორ გადმოთარგმნის ამ ყველაფერს მსოფლიო ჩემპიონატს. ლამინი ამალის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი როა და რაღაც ათმაგი мотиваცია რო ექნება, ეგ კიდე არ უნდა დაკვირვოს. ჩაუვარდა ბოლო მსოფლიოები. ანუ ევროპაზე კარგი თამაშების მიხედავად შეიძლება ანუ ბევრს არ ახსოვს, რომ 10-ში გაჩემპიონების შემდეგ ჯგუფში ჩარჩა, მე ვერტფინალებიდან ვარდებოდა და უხსენებლებთან გამოვარდა. ხო, რუსეთთან გამოვარდა. გამოვარდა თუ პუტინმა გამოაგდო ღმერთმა. ნუ მაროკოსთანაც მე ხო, ეგეც არა ხა ეს. არა, ხო, მაროკოსთან. დიდი წარმატება. თან ვარდება უსახური თამაში და ხო, ეს აშინელი თამაში იყო. აი, ლუის ენრიკეს ალბათ ყველაზე ცუდი თამაში იყო ეს მაროკოსთან თამაში. სიმპსონების მიმირო არო აგორებენ ბურთზე რომ ეძინება მაყურებელს, აი ეგ თამაში იყო რა. რუსეთთანაც იგივე არის, ყორეზი, რომ დაითვალეს რომ კოკემ რაღაცა 10000 პასი გააკეთა უკან და პენალტების სერიამდე მივედით და ნუ მოკლედ სიგიჟე იყო და ამიტომ ვფიქრობ რომ ესპანეთის აი ეს პრობლემები რაც სოფლიოზე მოხდა შეიცვალა სიტუაცია გუნდში და მე ვფიქრობ რომ ეხლა ერთ-ერთი გამოჩეული ფავორიტი შეიძლება სათამაშო დონის ყველა ანუ ძალიან რთულია ძალიან მინუსი მოუძებნა ალბათ რა ხაცას მოუძებნი ვინმე ყავს და უბრალოდ ესპანეთს ყველაზე ისეთი პრობლემა არის ალბათ ესპანური მედია რომელიც თან ესპანეთში ხო ისა კლუბებს თავისი მედიები ხო ყავს და იქ ისინი ძახიან რომ ბარსას ფეხბურთელებს ექსპლუატაციას ეწევა იქ ჟოან გარსიას რატო არ აყენებ იქ მეორე მხარე იძახის რომ რეალის არც ერთი ფეხბურთელი რატომ არ არის და ნუ ეს რაღაც ალბათ დამატებით წნეხს ქმნის ტურნირის წინ კი ბატონო ჩემი აზრით ესპანეთის თავარი პრობლემა რაც შეიძლება იყოს ნუ რაც ეხლა რაც ვიცით ხო იამალე არ არის ეგეთ ფორმაში იმიტომ რომ ტრაუმით არის ნიკო უილიამსმა სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა ტრაუმის გამო და რაღაც მომენტში даже კითხვის ნიშნის ქვეშ იყო წავიდა და არა მსოფლიოზე რო დაიმტრა იქ და რო გადიოდა თამაშიდან უშუალოდ თვითონ ამბობდა რომ არ შეიძლება ეს მოხდეს ანუ მსოფლიო რო გამოტოვო რა ეგ არის ალბათ მთავარი პრობლემა ესპანეთის რომ არც ისე კარგ ფორმაში და რაღაც შესაბამის კონდიციაში ხვდებიან იმით უმეტეს იქიდან გამომდინარე რომ ისიც იწერებოდა იამალი პირველ ორ თამაშს გამოტოვებდა საერთოდ ეხა დიდი ალბათობით პირველივე თამაში მზად იქნება მაგრამ ну რაღაც მოუწიათ ფეხბურთელების კონდიციების დაჩქარება იმისთვის რომ მზად ყოფილიყო ну ფორმაში მოუწევთ შესვლა ტურნირის მიმდინარეობისას ну რადგანაც ფორმატი იძლევა მაგის საშუალებას ხო და მარტივი მეტოქეები ყავთ მეგონი ჯგუფშიც და არგენტინაზე რას გვეტყვირეს როგორ ფორმაში ვართ ანუ ну თუ იმით ვიმსჯელებთ რაღაც არგენტინას უბრალოდ ეგეთი რაღაც აქვს რომ ამხანაგურ თამაშებს თამაშობს ძალიან ისეთ გუნდებთან მავრიტანია ხა ეგეთი თამაში ეხა ჰონდურასთან იქნება რაღაც ხო ну აიცი შესაძლოა ძალიან კარგად გაიარესა პირველად იყო როცა ისტორიაში ორივე თამაში მოუგეს ბრაზილიას შესარჩევში აქამდე ეგეთი რაღაც არ გაუკეთებიათ და ის 4-1 ძალიან შთამბეჭ დავიყო სახლში როცა მოუგეს უბრალოდ არგენტინის პრობლემა იქნება ის რამდენად გაკაჩავს ეს შემადგენლობა ბოლომდე იმიტომ რომ ბოლო თამაშებს თუ შევხედავთ საშუალო ასაკი იყო 30 წელი გუნდის მესი და მარტო მესი არა კიდე სხვა უფრო ესეთი ვეტერანების გუნდი ანუ ახალგაზრდები არიან მაგრამ ეგ ახალგაზრდები უკვე ეგ რევოლუცია გუნდში მოხდება უკვე ამ ტურნირის ამ სოფლიოს მერე რა ნიკო პასი და ვიღაცები იქნებიან ლიდერები მერე უკვე დანარჩენი ნუ აუც სკალონი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რაც სტაბილური მწვრთნელია მე რაც მომწონს აქვს თავისი ხედვა რა როგორც ათამაშებს გუნდს და ნაც
მთელი აქცენტი არის გადატანილი, რომ მოედნის სცენაში ყოველთვის მეტი უნდა იყვნენ. ამის გამო არგენტინა წირავს თქვათ ერთ ფლანგს, მარცხენა ვინგერი არ ყავს ხოლმე. მარცხენა ვინგერად ნახევარმცველს აყენებენ და ისიც ემატება, პლუს მესიც ახლა ვინგერი არ არის რა, მესიც ნახევარმცველია ჩათვალე, კომბინაციური ფეხბურთის მონაწილე და ამიტომ სავარაუდოდ ვიხილავთ ეგეთ თამაშს რა არგენტინის მხრიდან და იქნება დანარჩენი ის რაც ახასიათებთ ხოლმე ხასიათი, უხეშობები, ცოტა პროვოკაციები და რაღაც თავდადებული ბრძოლა და რაღაც, მაგრამ თავარ ფავორიტებში, ანუ ტოპ 3 ფავორიტშიც მე ვერ დავასახელებდი. მაგრამ მე ტოპ 3 ფავორიტში არ წინა მსოფლიოს დავასახელებდი იგი ხო რა. ძალიან ბევრი გულშემატკივრის აზრით შეიძლება არგენტინა წინა მსოფლიოზეც არ ყოფილიყო ფავორიტი, თუმცა ეგ არის თუ სხვა გუნდს რაღაცა ტაქტიკური განათლება აქვს უმაღლეს დონეზე, არგენტინის პლუსები შეიძლება სხვანაირად დაალაგდეს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ლეო მესი და პლუს ამას ნახევარდაცვაში სადაც სკალონი ყველა ერთისთვის ყველა მესის ეგ ერთი და ნუ პლუს ამას ნახევარდაცვაში რასაც სკალონი ხედავს რომ იქ წდება თითქოს თამაშის ბედი ეს კაცის მკვლელი ხალხი ლეანდრო პარედეში როდრიგო დეპოლი პლუს ტიაგო ალმადა მაგალითად რომელიც საკმაოდ ტექნიკურია და თან ყველაფერზე წამსვლელია ფშალებში ენცო მაკალისტერი და მან ბევრი არის ხალხი გუნდი ძალიან კარგია დაცვის ხაზი კუტი რომერო ლიჩა მარტინესი და არგენტინა არის გუნდი რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს როდესაც მოედანზე გადის შესაბამისად მათ რაღაცა ყველაზე ფეერიული თამაში შეიძლება არ ითამაშონ, თუმცა ითამაშებენ შედეგისთვის. ანუ რეალურად რაღაც ეგეთი წარმოადგენები არსებობს, რომ არგენტინას უთამაშია ძალიან ფეერიული თამაშები, მაგრამ ნუ 6 სოფლიო ყველაზე მაშინ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო იტალიასთან ერთად იმ სოფლიოზე. ანუ უთამაშია ეგეთი ისინიც, მაგრამ როცა იგებდა ყოველთვის როცა რომ ერთი ვარსკვლავი ყავს და ნუ ის ვარსკვლავი წვეთს წინ ყველაფერს და ნუ დანარჩენები ეხმარებიან ყველანაირად, ხო? ანუ 86-ში და მე 22-ში ეგრე მოიგეს. 68-ში კარგი გუნდი იყო. ესეთი. ითვლება რომ ის მენოტის ფილოსოფია, სხვა ფილოსოფია იყო და რაღაც უფრო კომბინაციური. მაგრამ ნუ ბოლოდინი რომ არგენტინა რაღაც ისე ითამაშებს როგორც 82 წლის და 86 წლის ბრაზილია თამაშობდა და რაღაც ახლა ფურთის აკენწვლით შევლენ კარებებამდე ეგრე არ თამაშობს ხოლმე რავი. აქვს თავისი რაღაც ასის კულტურა და რაღაცები, რაც გამოარჩევდა სხვა იმისგან, მაგრამ ნუ ეს არ არის ყველაზე სანახაობრივი ნაკრები სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მაგრამ ბევრჯერ გითხრამს რომ ეს არის 7 მატჩიანი ტურნირი, რომელზეც მეტი მაგრამ ყველაზე მეტად ფასდება გამარჯვებული და არა ის რა სტილით მოიგება. არგენტინას გამოუცდია საკუთარ თავზე ულამაზეს თამაშები თუნდაც 2006 წლის სოფლიო გავიხსენე და ვერი ჩემპიონა და 2022 წლის სოფლიო დაიწყო საუდის არაბეთთან მარცხით და 14-ში არ ყოფილა ეგეთი. არა, ძალიან საშინელი გუნდი იყო, მაგრამ ფინალამდე მივიდა და ფინალის მოგების შანსიც იყო იქ რაღაც. რომარო ზოგიერთები. ის ზოგიერთებს რომ ეპიზოდი კარგი ეფუჭებია. ზოგიერთები ვინც აქ არ არის იმ გუნდის ფეხბურთელები როდრიგო პალაციოს თანადობით, იგუაინი მაშინ არ იყო იუვენტუსში, ასე რომ ვერაფერს ვერ დამიბრუნებს პასუხად. ხო და აი შემდეგი გუნდი რომელზეც აუცილებლად უნდა ვიკითხო არის ალბათ ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობის მქონე, ხო, საფრანგეთი წინახას რო გადავხედოთ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი, კილიან მბაპე, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული. ანუ შეიძლება ყავს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შეტევა. თავის სიღრმით თუ ავიღებთ. პლუს ამდენი შემტევი ერთად, ესეთი მაღალი დონის, ანუ ძალიან რთული ის არის. ყველას ნაკლებად ვარსკვლავური ადამიანი ალბათ მეკარე არის. მაიკ მენიო, რომელიც ასევე კარგი მეკარეა. რომელიც ძალიან კარგი მეკარეა. წინა პოდკასტში რო ვისაუბრეთ, რომ მეკარე თავის თავზეო დამოკიდებულია, ეს საშინელ გუნდში ჩაატარა რაღაც ფენომენალური სეზონი რა თქმა უნდა. კი, როგორ და რომარა სვილარი იტალიის ჩემპიონატში, რომელსაც ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, ალბათ მენიო გახდებოდა საუკეთესო მეკარე. არა და სვილარის კარიერა როგორ დაიწყო? მანჩესტერთან რო შეეცოდა. ფურთით რო შეხტა კარებში. საფრანგეთზე რას ფიქრობთ? საფრანგეთს აქვს როგორ დაალაგებს იმ ვარსკვლავურ წინახასს? ეს არის მთავარი. აქ სკენებიც ვაჩვენოთ, ანუ 4-2-4-ით თამაშობენ ყოველთვის, ანუ თან დაცვის ხაზი ძალიან ძლიერია ყოველთვის. ნუ ორი საყრდენი და დანარჩენი არის 4 შემტევი. შეიძლება ხბერს უცნაურად მოეჩვენოს, რომ რამდენი ვინგერი ყავს. ხო, საფრანგეთს, მაგრამ ვინგერები არ თამაშობენ ფლანგზე. ყველა შემტევი თამაშობს ცენტრში და სადაც მიდის ტრიალები. ხო, როტაციები მიდის მუდმივი, ხო, რო ცვლიან და ვინგერები ფლანგებზე თამაშობენ, ფლანგის მცველები, ისინი იკავებენ ამ სიგანეს. ანუ ეს არის საინტერესო, უბრალოდ პრობლემა რაც შეიძლება იყოს საფრანგეთს არის ეს ორი ნახევარმცველი გააჩნიებენ იქნება. ითვლება რომ ძირითად გუნდში არის რაბიო და ჩუამენი. აი ბრაზილიასთან რო ითამაშეს მარტში ამ ხანაგორი, ეხ ბოლო არ მინახავს ნახდეთ კოდივართან. ბრაზილიასთან კოლუმბიასთან ორივე მაქვს ნახენ. პირველ თამაში ეყენა ჩუამენი და რაბიო და ეგ არ იყო საინტერესო სანახავი. კოლუმბიასთან ეყენა კანტე და ზაირემერი და კიდე უფრო კომბინაციური და უფრო სანახაობრივი იყო საფრანგეთი. ორივე თამაში მოიგო, მაგრამ მაინც. ნუ პლუს საფრანგეთი მონსტრი იქნება კონჩეტებებზე, შეტევაში ეხა მიდის თავარი დავა რომ ვინ უნდა დაჯდეს. სკამზე, იმიტომ რომ არის რაღაც სლოტები, რომელიც ნუ ანუ 4 შემტევიდან 3 ნახდად არის, ხო? ანუ დემბელე, მბაპე და ოლისე უეჭველი იქნებიან. კი ბატონო. აი
დუე და ჩერკის შორის მაგალითად დეშამ იხრებოდა რომ ეკიტიკე უნდა ყოფილიყო მეოთხე ბრაზილიასთან ეკიტიკე დააყენეს ფლანგზე და ეკიტიკე სქიმი აქვს მბაპესთან რომ თუ მბაპე წავა ფლანგზე შემოვა ცენტრში და რაღაც ეგეთი შერკიზე ხა წერენ რომ შერკი უნდა დასვან სკამზე იმიტომ რომ რაღაც არა და გოლი გაიტანა კონტროლ 4 და მე იქ არის ხო ანუ ერთი ადგილი უნდა გაიყოს შერკიმ ბარკოლამ დუემ მე მგონი არ განიხილება მანდ კიდე ვინები ყავს წაყვანილი ეს მეოთხე უნდა იყოს ნახევარდაცვასა და შეტევას შორის ორგანიზატორი უნდა იყოს ეს ტიპი და შერკი ყველაზე ახლოს ამ ახასიათებლებით და ალბათ მისი კონკურენტი არის მთავარი დუე იმისი ფიზიკურობიდან გამომდინარე კიდე უფრო ირგებს პოზიციაზე ფავორიტია. არა, მე ამიტომ გონია რომ შერკი იქნება წესით. მან დაარსებულს ჩემი აზრით ორი ძალიან მარტივი რეალობა, რაც უნდა ბანალური იყოს. ან ყველას და გადაულიან და ხო, ან დეშამევიქნებ. როგორც წინა ევროზე კარში მთელი გუნდი, ან შეიძლება რეალის გალაქტიკო ვიხილოთ, რომელიც აბსოლუტურად უდიდესი ვარსკვლავებით და არანაირი შედეგით. იმიტომ რომ ამ ვარსკვლავების ეგო ყლაპავს ერთი მეორეს და საინტერესოა დეშამისთვისაც უდიდესი გამოწვევა იქნება, იმიტომ რომ ასეთი წინა აი როცა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, მაშინაც კი არ იყო ასეთი ვარსკვლავური საფრანგეთის. არა, ეს არის რაღაცა ანომალია არის და ის რაღაცა საფეხბურთო განვითარების დეშამს ეს რომ რაღაცა ხელის მუხრუჭი ხოლმე ამოწეული ამ გუნდისთვის და წინა ევროზე ხო იყო საფრანგეთი ალბათ ყველაზე ძლიერი შემადგენლობით, მაგრამ ნუ რაღაც საში ავტოგოლებით გადიოდნენ და პენალტების სერიებით და რაღაც და ბოლოს გამოვარდნენ მაინც. უკეთეს გუნდთან გამოვარდნენ ხესმეთმა გოცედი თამაში. ანუ ეგ დეშამის ფაქტორიც არის ხო, რამდენად მიუშვებს ამ ფეხბურთელებს თავის იმაში. ბოლო ის არის დეშამისთვის, რომ მიდის ამ სოფლიოს მერე და ფრანგული ფეხბურთის ზენიტი არის PSG. ყველაფერს იგებს, რაც კი შეიძლება რომ მოიგოს. აქეთ საფრანგეთის ნაკრებში ასეთი ხალხი დაგროვდა. მანდისა კიდე ანუ საინტერესო ეს არის თაობა რომელსაც საერთოდ არ იცის ფინალამდე თუ შეიძლება გამოვარდე მსოფლიო ჩემპიონატზე ანუ ფინალები აქვს ზედან თამაშები მე ალბათ დავარო აი ზიდანი ყოფილიყო ამას და იმას ვიზამდით მაგრამ ნუ რადგან შამი დამსახურებულად ამ პოზიციაზე ზედიზე ერთი მოიგო და მეორე ფინალში გავიდა და პენალტებში წააგო ევროზე რაც დაემართა ძალიან კარგად ვიცით დაუბრუნდა ის საბერძნეთის ვალი პორტუგალიას საშინაოს და სამოკლედ საინტერესო არის მაგრამ ნუ მე ესპანეთის შემდეგ მეორე ფავორიტი ალბათ საფრანგეთია მაინც ნუ შემადგენლობის სიძლიერით გუნდის თამაშისგან უდიდესი ამონებას მიიღებს და მათი თამაში წვალება არ იქნება იმის რომ ერთი გოლი გაიტანა პირველ რიგში ფრანგები უნდა ითხოვდნენ იმას რომ ამ გუნდისგან სიამოვნება მიიღონ რა იმიტომ რომ რისი რესურსიც აქვს პირველ რიგში საფრანგეთის ნაკრებს და დიდიე დეშამს უნდა გამოიყენოს იმიტომ რომ აქ უკვე სასწორზე არც არც მწვრთნელობის პოსტი დევს იმიტომ რომ მიდის ყველა ვარიანტში და რა შესაძლებლობასაც გაძლევს გუნდი მე მგონი რომ დეშამა უნდა გამოიყენოს და უბრალოდ ეგ არა სწორად შერჩევა სჭირდება შემადგენლობას, ტაქტიკას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბალანსი აუცილებელია. ბალანსიც არის ურთულესი მაგ შემთხვევაში, როცა ამდენი ასეთ უმაღლესი კლასის შემტევი ყავს და თითქმის ანუ რო 11 ფეხბურთელი რო არ იყოს არ იყოს იმის მოთხოვნა რომ ნახევარმცველიც უნდა მყავდეს, მთელი გუნდის შემტევები დააკომპლექტო. კი ბატონო. კარგი, გადაცემის შუაში გამომწერეს აუცილებლად უნდა ვთხოვო რომ ლაიქი არ დაავიწყდეთ და კომენტარი დაგვიწერეთ მეგობრებო რას ფიქრობთ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ dark horse-ად და ასე შემდეგ და პრინციპში გავაგრძელოთ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე საუბრით თუ თქვენ არ შემომთავაზებთ ვინმეზე საუბარს იმიტომ რომ ინგლისი ხო ინგლისი ალბათ ყველაზე საინტერესო გუნდია სელექციიდან გამომდინარე საინტერესო მწვრთნელითაც მე ვიტყოდ ანუ ფაქტობრივად არ ვიცით როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს იდეაში ხელმა მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცა იყო რომ ნუ ინგლისში ხო უდიდესი კრიტიკა მოყვა იმის რომ ეს როგორ არ გამოიძახე პალმერის დატოვება გერმანიის აგენტი და გერმანიის აგენტია და უნდა ინგლისური ფეხბურთის ჩამოქცევა და აბსოლუტური სისულელეები მაგრამ ჩემი აზრით ამ ადამიანმა ყველაზე მეტად იცის რატომ იძახებდა კონკრეტულ ფეხბურთელებს და ყველაზე ალბათ ინგლისის ბოლო 20 წლის განმავლობაში მწვრთნელებს შორის ჩემს წარმოდგენაში ერთ-ერთი ადამიანია ვისაც აქვს რაღაც გეგმა კონკრეტული რომ ამ ფეხბურთელებით მე მოვიგებ სოფლიო ჩემპიონატს. მაგაზთან ანუ პირს მორგანი ვიცი რა ადამიანი რომელიც ყველაფერზე საუბრობს და მის არაფერი არ მართლდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაღაცა მოვისმინე ბოლო დღეებში მისგან რომ მე მაქო ლონდონშიო კაფეო სადაც უხელი ძალიან ხშირად დადისო რა და ძალიან დიდი გაბრაზებული ომი მედიო ვესაუბრეო იმაზე რომ აი ესენიო როგორ დატოვეო
და ესო როგორ გამოიძახეო და ესო როგორ გამოიძახეო და ახლობითო თითო ფეხბურთელზე ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად თამაშის მიდგომიდან გამომდინარე მიხსნიდაო თუ რატომ ჭირდება ეს ფეხბურთელები და ხმა ვერ ამოვიღეო. ანუ ისე ყველაფერი კარგად ამიხსნა, რომ არგუმენტი არ მქონდაო, არადა ეს ადამიანი პროფესიონალია იმაში, რომ ვიღაცა შეიკამა თუს და რაღაც საპირისპირო მტკიცოს და გამაჩუმაო, იგი იყო შემთხვევაში ყველაზე მოულოდნელი ფაქტიო. შესაბამისად, რაღაცა რო შეხედო, აი მუშა ფეხბურთელებით და რაღაცა ორი რამოდენიმე ტექნიკური ფეხბურთელი შეტევაში არის წასული მსოფლიო ჩემპიონატზე და ამხარი ფეხბურთელებით. განსაკუთრებით შეერი ფეხბურთელებით და ისიც გამოსდა რომ რაღაც თავიდან რა ფეხბურთელების დაიწყო, ზუსტად იმ ფეხბურთელებს გაყვა და არანაირი ზედმეტ დანამატი არ გააკეთა გუნდში. ანუ თუ უყურებთ მწვრთნელებს როგორც ელიტურ მწვრთნელებს, ანუ ჩემს არის კრიტერიუმი რომ საკლუბო დონეზე თუ აქვს მაღალი დონე ნაჩვენები რა. რომ არის დეშამი, არის სკალონი რაღაც, მაგრამ სანაკრებო დონეზე სანაკრებო ფეხბურთი სხვა ფეხბურთია. მსოფლიოზე არის ტუხელი ერთ-ერთი. ნუ ანჩელოტისთან ერთად და ალბათ ნაგელსმანთან ერთად ჩემთვის. ეგ სამი არის, ვისაც ნუ იტყვი რომ აი დიდი მწვრთნელებია ყველა დონეზე, ხო? ამის რომ ეს ინგლისის ვარსკვლავური შემადგენლობა არ ამართლებს. ხო, ანუ თუ აქამდე იყო ყველა და ინგლისი იტანჯებოდა რომ როგორ ჩავტენოთ ესენი ახლა მოედანზე ყველა ერთად, ეს არის ან მერიტოკრატულად არჩევანი, რომ ვინც არის საუკეთესო ფორმაში მივყავს ის და ასე მიუდგა შესარჩევსაც კი ბელინგემს და ტრენს არ იძახებდა შესარჩევს და ბელინგემი ახლა ძლივს წაიყვანა, მაგრამ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს რომ ბელინგემი ძირითადში არ იდგება. იქნება ალბათ მორგან როჯერსი როგორც ამბობენ. იმიტომ რომ მას აქვს ხედვა რომ მე 10-იანი სადაც ყავს, ეს არის კეინი, რომელიც ჩამოვა და ამიტომ ჭირდება ფეხბურთელები, ვინც ზურგს უკან გაიქცევიან და არა ის ვინც კეინს შეეჯახება და ამიტომ დარჩა ხო დენი პალმერი და ვიღაცაები სახლში. საუკეთესო ტაქტიკოსი ყავს ალბათ ინგლისს ამ საუკუნეში მწვრთნელად მწოლია. და შეიძლება ტომას ტუხელი იყოს ის ადამიანი და განაცხადი ფაქტორი, რამაც შეიძლება ინგლისს მოუტანოს მსოფლიო ჩემპიონობა. იმ სკანდალური მსოფლიო ჩემპიონობის მერე და ვიღაცას უკვე მართლა იმახსოვრება, რომ ინგლისი მსოფლიო ჩემპიონია. დაბრუნდა სახლში. ჩემს არის აბსოლუტურად მესამე ფავორიტი, ანუ ნუ ესპანეთი და საფრანგეთი უბრალოდ შემადგენლობით არიან. ნუ ესპანეთისაც გუნდიც მაგარია, ვიცით ხო? გვინახავს ჩვენს და გამოგვიცდია. საფრანგეთის ნუ შემადგენლობა ყავს რაღაც მეგაფეერიული და ნუ ინგლისი ჩემს არის მესამე გუნდი, იმიტომ რომ ნუ აშკარად გუნდი მიდის როცა იცის რა უნდა, ხო? ტრენტი დატოვეს სახლში, იმიტომ რომ ნუ იცის მან რომ იერარქიაში რის ჯეიმსი მასზე წინ დგას და არ ჭირდება ხა ეგეთი ფეხბურთელი, თქვათ, რომელიც რაღაც ვარსკვლავური სტატუსის ინგლისის მიდის უკვე ტიტულის მოგებამდე რა. 2 ევროს ფინალი, იქ ნახევარფინალში კეინის ყველაზე ნაკლებად რასაც ველოდებით პენალტი ააცილა საფრანგეთთან. ყველაზე დიდი what-if-ია მე მგონი ეს საერთაშორისო ტურნირებზე რა. ხო და ანუ ინგლისის მივიდა ალბათ მომწიფდა იმ დონეზე რომ რაღაცა დიდი ტიტულიც მოიგოს და ალბათ საუკეთესო შეიძლება ხა ის მოიყვანო რომ საუდგეიტს ხო მიყავდა ყველა ეს ვარსკვლავები, მაგრამ საუდგეიტს ხო ყველა აკრიტიკებდა შედეგზე არ აკრიტიკებდა თამაშის ხარისხის გამო, მაგრამ შედეგიც ნუ ისეთი იყო ინგლისი გადიოდა ძალიან მარტივი ბადეებით იმ ევროპის ჩემპიონატის ფინალებში და წინა ევროზე გავიდა ბელინგემმა ბოლო წუთზე შეუგდო სლოვაკეთს და იმას მაკრატელა ხო შვეიცარიას საკამ შეუგდო ბოლო წუთზე სადღაც შორიდან და მაგით მიაღწიეს პენალტებამდე ანუ მას შორიდან გავიდა ხო რაღაც ეგრე ანუ ინდივიდუალურ კლასით გადიოდნენ და არა სათამაშო სტრუქტურით. აი ხა სათამაშო სტრუქტურა იქნება ინგლისს რა. კი ბატონო. რადგან ინგლისის ნაკრებზე ძალიან დეტალურად ისაუბრეთ აბსოლუტურად მოყვებით და გეთანხმებით ამ ყველაფერში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ სავარაუდოდ ბრაზილია არის ერთ-ერთი იმ ნაკრებთაგან, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. ნუ გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, პენტაკამპეონია და 5 მსოფლიო ჩემპიონატი აქვს, მაგრამ ზოგადად ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივრები ამაზე ის გავლენაც არის, რომ ბრაზილიელი რონალდო ის პერიოდია, როცა საქართველოში აქტიური ჩვენება დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო კაცი ყავს ბრაზილიის ნაკრებსაც თავმოწმნელად მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახავთ კარლო ანჩელოტის და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთავარი შეკითხვა რაც იყო ის ითამაშებს თუ არა ნეიმარი მსოფლიოზე და წინა გადაცემაში უხუმრობდით კიდეც რომ აი კითხა მართლა გითხრა სიდონის მენეჯმენტში ავიდა ეს შეკითხვა რომ წავიყვანოთ თუ არა ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე. ითამაშებს თუ ნუ ფაქტია ბექა განაცხადა არა მოაგდეს. გუნდთან ერთად იქნება რა და ითამაშებს თუ არა ხა ეს მეორე საკითხია ნეიმარის ეს ტიპია რომ შეიძლება თქვა რომ მზად არის სათამაშოდ შევიდეს მოედანზე დაიმტვრეს და მე ვერ ითამაშოს. ხო რომ პირველ რიგში თანაკლისები დაუწყო დიდი ანგლისის მიდის რეალურად. სამი ტრამვის გამო გამოყოლდა მილიტაო, ესტევაო და როდრიგო არ ყავს. ჟოაო პედრო არ წაიყვანეს და ნეიმარიც ითამაშებს მანჩესტერის გოუთიც არ წაიყვანეს. მანჩესტერის გოუთიც არ წაიყვანა ანტონი. სამაგერო კაზემირო ხო. ეხლა იცი ბიჭო ანტონის ადრე მოუვიდა ფორმაში არ ზომა. ერთივას რაღაც გადახვა პერესმა ხო დაანონსა ჩვენ წერთ ახლა ფუცხელი თემაა, მაგრამ რო დაიდება ცოტა ისეთი რომ ასო დიდით მასოკეთებო ტრანსფერსო და პოსტი იყო ტვიტერზე რომ
აი თანხმობაში მიდის პრემიერ ლიგაში არ თამაშობს, ალბათ ყველა მიფიქრეთო გარნაჩო, მაგრამ პრემიერ ლიგიდან არ არისო და რონალდოს გავსო და ერთადერთი დარჩევა ანტონიო რა. ისიც აუთხითოა რონალდოა. ანტონიო. არა, ანტონიოს ახლა კარგი სეზონები ჰქონდა ბეტისში, ანუ ამ სეზონი არ ჰქონდა კარგი, თორე შეიძლება გიწაეყვანა. ყველაზე რთულა საპროგნოზო გუნდი არის ბრაზილია, აი წარმოდგენა არ მაქვს. ნუ რაც ფეგურსაც ვარ შეჭეული ბრაზილიიდან ვიცით, მაგრამ ჯერ რომ ის ფეგურთი აღარ იქნება ანჩელოტის ხელში. შესაბამისად, ალბათ მოულოდნელობა შეიძლება იყოს ბრაზილიის თამაში, იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში ამ შემადგენლობით ბრაზილია მეოთხედ ფინალზე შორს ვერ უნდა გავიდეს. მიუხედავად იმის ბრაზილიის გულშემატკივრო შეიძლება ძალიან შევძულდე, მაგრამ ამ შემადგენლობით ნუ ობიექტურად რო შევხედოთ, მგონი პირველი მსოფლიოს სადაც თავარ ფავორიტად კი არა, ტოპ 3 ფავორიტად არ არის ბრაზილია რა. შორს ვერ უნდა გავიდეს, მაგრამ აი მან უკვე ანჩელოტის ფაქტორი ერთვება, მისი მენეჯმენტი და ასე შემდეგ, როგორ დაალაგებს გუნდს, როგორ შეკრავს ამ ყველაფერს მიუხედავად ბევრი მithმამოთმისა, ჭორისა, იქით ნეიმარის სკანდალისა და ასე შემდეგ, ნუ დაიჭერს გასახდოს ვერა. დაცვა ფლანგებზე პრობლემა ხო? პრობლემური აქვს. ბერი ხალხი ყავს რა, ალექსანდრო და დანილო. ის ვესლი ყავს. ვესლი ყავს თუ გამოიყენებს ზედითაჩი თავიდანვე არ ვიცი. ვესლი ის არის. მოკლედ შესაკრავი გუნდი. მაღლესიტო დონის ძველი ფეხბურთელიო ვერი თქვა. უნდა შეკრას გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე. მოკლედ საინტერესო იქნება. მე რა მგონია იცი? ამას როგორ გაართმევს თავს. ბარსელონას ფეხბურთელზე ვსაუბრობ ვიტყვი რა. ბრაზილიის ერთ-ერთი ლიდერი ცალსახად იქნება რაფინია, ბუნებრივია, მაგრამ ჩემი აზრით კარლო ანჩელოტი ისე უნდა გადაალაგოს, რომ ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყოს რაფინია რა. რატო? იმიტომ რომ აი ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მაგარი ყველაზე კარგად იცის ვინისიუსი როგორ უნდა ათამაშოს, მაგრამ ვერ არის ბრაზილიის ნაკრებში ეს ვინისიუსი, ის ვინისიუსი, რომელიც რეალშია და მაგიტო ვამბობ რა. მაშინ ანჩელოტი ყავდა იქ სულ და ეხა პირველად ყავს. აი, არ ვიცი, მე უბრალოდ ესე მგონია, რომ თუ რაფინია იქნება ამ გუნდის თავარი ლიდერი და ვარსკვლავი, გუნდი უკეთესად ითამაშებს. რატომღაც ესე ვფიქრობ, იგივე რაფინიას ლიდერული თვისებიდან გამომდინარე, ხო, პრესინგის ხასს იწყებს, შეტევის დაგვირგვინება შეუძლია. ამ თვისებებს თუ შეკრავს ანჩელოტი, ჩემი აზრით, შესაძლებელია რომ ბრაზილიის ნაკრების თამაში რაღაცას დაამტკიცოს და იყოს ფავორიტი. ეგ არის ვინისიუსის ეგო? ეგ არის ბარსელონაში. აი მაგაზე ძალიან ცხადი მაგალითი არის, რომ სიტის ფეხბურთელები ნაკრებში თითქოს არავინ არ ვარგა და რაღაც შედეგს ვერ დებენ, ვერ თამაშობენ, თამაში ჩართო უჭირთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერაფერს პროგნოზს ვერ გავაკეთებ და თავს ვერ დავდებ, მაგრამ კარლო ანჩელოტის ალბათ თან მეგონი ბრაზილიას მარტივი ის უფრო დიდი გათვლა ვინისიუსზე, უფრო დიდი გათვლა აქვს ვინისიუსზე და იცის ვინისიუსი როგორ გამოიყენოს ვიდრე რაფინია. კი, უბრალოდ აი მთლიან გათვლას თუ არ გააკეთებს ვინისიუსზე და ამ გათვლებს გადაანაწილებს. გააკეთოს რა თქმა უნდა, ეხა მაგას ანუ საინტერესო სანახავი უნდა იყოს. ისე დაცვის ხაზი ფაქტია, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოთამაშე ის ყავს, რა ქვია, მარკინიოსი და გაბრიელი. კი, ფლანგებზე ისეთი ხალხი ყავს ცოტა გაუგებარი, მაგრამ დაცვის ცენტრი და მეკარე იქნება, საერთოდ კაპიტანიც. ბრუნო გიმარაიში იქნება მეორე, ხო? ბრუნო გიმარაიში ამ მეორე ტამა ხონდა. აი, როგორ არის მოედნის ასე შუაში, კარგად არის საქმე. გვერდი თუ გაიხედავ? კარგი. ბრაზილიაზე თუ უმეტის არაფრის თქმა არ გინდათ, მეორე ბრაზილიას უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ და მაროკოსთან იწყებს თამაშს, ეგ ძალიან კარგი იქნება, ხო, კარგი ტესტია პირველივე და როგორც ინგლისი ხორვატია ყავს. ჩემი აზრით ბრაზილია რაღაც ახლა უნდა აღმოვაჩინოთ ამ სოფლიოზე, იმიტომ რომ წინა ყველაფერი ჩაუვარდათ. დიდი ხანი არ მოუგებს. წარმოიდგინე არგენტინამ ორივე თამაში მოუგო შესარჩევზე, ასე რომ ბევრი რაღაცა ქონდა. მაგის კერძა კიდე ისე რამდენი მოუგეთ ბოლო 5 წელში? სულ მოუგებთ. ისე 2002 წლის მარაკანაზე ფინალი მოუგეთ კოპა ამერიკას. 2002 წლის შემდეგ ბრაზილიას არ ჩემპიონია. არ მეტიც მეოთხედ ფინალს გაცდა ერთხელ და ჯობდა არ გაცდენო და მეოთხედ ფინალს გერმანია შეხვდა მერტა. კი ბატონო. ხო, მაგის შემდეგ 2002-ის გარდა ეგ ხო იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაცდა მეოთხედ ფინალს. მაშინ მეოთხედ ფინალში იყო ჰოლანდიასთან. ანუ სულ მეოთხედ ფინალიდან ვარდებოდა. 2002-ის მერე. გარდა ერთი იმის. პორტუგალია შემდეგი ნაკრები, რომელზეც გსურს, აი ესე დეტალურად ამ ნაკრებებზე უნდა ვისაუბროთ, ალბათ ბოლოს ერთ-ერთი მართლა რომელი გუნდისგან გემოლოდნელოებს და გერმანია, ხო. პორტუგალიაზე გისმენთ. აი, ფანი გიტარისტი და შენ ძალიან წურავ ბექა პორტუგალიას, ხო? მე პორტუგალიას არ წურავ ძალიან. მე მინდა რონალდუ აიმსახურა ამ ადამიანმა და სოფლიო ჩემპიონი. ხელს ვაწერ. მაგრამ ძალიან ცუდი საპირისპირო ფაქტი შემიძლია ის ვთქვა, რომ ამ ადამიანს ჯერ სოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში გოლი არ აგატანეს. ნუ სოფლიო პორტუგალიას მეორე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პორტუგალია ძალიან გაუჭირდება სოფლიო ჩემპიონობა, რომ მარტო იმ ქვეყნის წარმომადგენელ მწვრთნელებს აქვს მოგებული სოფლიო ჩემპიონატი, ასე რომ რობერტო მარტინეს ორი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ბრაზილია და ინგლისსაც მაშინ მოუგი არგენტინას შეჩემა და ეგ არის. ხო და
იმედია ეს იქნება პირველი სოფლიო ჩემპიონატი, სადაც ეგ ფაქტი დაფიქსირდება, რომ არა იმ ქვეყნის წარმომადგენელი წყნარს იქნება სოფლიო ჩემპიონატი მოგებული. პორტუგალიას რაც შეეხება არის იდეალურად დაბალანსებული გუნდი, განსაკუთრებით ნახევარდაცვა, ანუ ყველა პოზიციაზე ძალიან კარგად არიან. ერთი დიეგო დალო და დაცვას ანუ არის რუბენ დიაში და მენდეში მეორე ინასიო ხა და კანსელო აი მარჯვენა ფლანგზე ანუ რეალურად ახლა ნახევარდაცვა იმდენად სუპერ არის პლუს ბერნარდო ბრუნო ალბათ ამ წუთისთვის საუკეთესო შეტევასაც რო შეხედო არის ნუ რონალდო კი ლეგენდა გოუთი და რაღაც მაგრამ რამდენი წლისაა ხო არის ლეაუ რომლის ძირითადად და არის ჟოუ ფელიქსი რომელიც სადღაც გაქრა ხო პედრო ნეტუ სავარაუდოდ ტრინკაუ ბერნარდო სილვა პედრო ნეტუ და ტრინკაუზე იტყვი შერო ეს არის პედრო ნეტუს დონის ფეხბურთელს საფრანგეთი არ წაიყვანდა ბერნარდო სილვა ბერნარდო სილვა გონსალო რამოსი მაგრამ ანუ ექსელი ვერ იტყვი ამ შემტევებზე რომ აი მან ძალიან საინტერესო ტოპ გუნდის ტოპ ისინი არიან მან საინტერესო ფაქტი შეიძლება მოხდარიყო რომ კრუპი ჯუნიორი წაიყვანეს ხო მაგრამ ანუ გასაკვირად ხო მიიღო მოქალაქეობა მაგრამ დაკავეს ხო კრუპი ჯუნიორმა თვითონ თქვა უარი მგონი მოქალაქეობაზე და არ წავიდა ამ სოფლიოს პორტუგალიასაც შეეხება ნუ მე იმედი გვაქვს რომ ეს ნახევარდაცვა იმდენად ფერიული იქნება და იმდენად დაალაგეს პორტუგალიის თამაში კლიანად ამ რგოლზე იქნება დამოკიდებული ჩემს წარმოდგენაში მათი ფეხბურთი რომ მიიტანონ ბურთი შეტევამდე მოამარაგონ რონალდუს გაიტანონ და რონალდუს ფაქტორი ძალიან დიდი არა მან თუ არ გაიტანა გოლები და არ იქნა რაღაცა ის გადამწყვეტი კლას ფიგურა რაც მის კარიერას ახასიათებს ზოგადად წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება იმიტომ რომ დაცვა კარგია მაგრამ არა საიმედო მეკარე შეიძლება იყოს აბსოლუტურად გაუვალი მაგრამ დიეგო კოსტას ახასიათებს ბევრი შეცდომა შესაბამისად მაგრამ რატომაც გონია რომ ეხ არის იდეალური მომენტი იმუშაოს იმ მექანიზმმა რაც იმუშავა არგენტინის შემთხვევაში რომ აი მესისთვის თავ შევწირავთ და მესის მოუტანთ ხო ეგ იმუშავებს კი იმიტომ რომ ბრუნო ფერნანდეში მაგალითად იძახდა რომ ხალხი იძახის რომ ჩვენ რონალდუს გარეშე კარგად თამაშობთ და ჩამოთვალა ყველაფერი რომ აი პრესინგს ასე ვაკეთებთ იმას ასე ვაკეთებთ იდეიხანი ლაპარაკა ხო რონალდომ რო გამარჯობა არ უთხრა ბრუნო ფერნანდესს და დაძაბულობა რომ ეგ მანჩესტერის ფანს ბრუნო ფერნანდესი როგორ გეზზგებოდა რა იცი რა შეტევამდე ბურთის მიტანა ახსენე ბექა და ჩაწერამდე რომ საუბრობდით არამხოლოდ ბურთის მიტანაზე უნდა იყოს ეს ნახევარდაცვა პასუხისმგებელი არამედ შედეგიანობაზეც რაღაც ხრევ ჩემი აზრით გოლებსაც გაიტანენ წესი ბერგოს გაიტანს ეგრემჯერა რომ ნახევარდაცვა ბერგოს გაიტანს წარმოიდგინე ხა პრემიერ ლიგის რეკორდსმენი ასისტენტი ყავს აქეთ ორი ფუსფუსა ჭიანჭველა რომელიც არაფერს არ ჩერდებიან მთელი თამაშის განმავლობაში და იდეალურად ალაგებენ და კაცის კლაც შეუვლიან რომ რამე ჟოუნევერსი ჭიანჭველებრივი შეიძლება ძალიან საყვარელი ბავშვის სახელიდან პიტბულად გადაიქცეს, რომელიც არ მოსუნთქებს მეტოქის. მოკლედ, ჟოუნევის ნიკნეიმი შეტანა ეხა შენ ჟოუნევის თუ რა ხდება? შევისადე, იქნება გუნჩი ჩევიტაინო. სოციალური თამაშები. მოკლედ და გოლის გატანა შეუძლია თავით. მაკრატელას გატანა შეუძლია. შორიდან შეუძლია პასი. მოკლედ ეს არის იდეალური. ერთადერთი რაც არ შეუძლია არის 87 ნომერს ვერ აიღებს სოფლიო ჩემპიონატს. კი ბატონო. და დაჟე გავთავხედები და ვიტყვი რომ აი ჩავი ინიესტა ბუსკეტსის მერე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ალბათ ვინც სოფლიო ჩემპიონატზე გვინახავს სახელები ჯერჯერობით. კი ბატონო. თამაშით ნახოთ. ნუ ეს მაინც ძლიერი ყავს. როდრი პედრი, ფაბიან რუისი ალბათ. ნუ ან მეცემერო და ოლმო იყოს ამ ვინმე. ჩემი აზრით ესენი წინარი. ხო, ანუ იქ პედრის ჰქონდა მაგარი სეზონი, ფაბიან რუისი მაინც მეტნაკლებად და აქეთ ბრუნო ფერნანდეს მარტო ისე სეზონი ჰქონდა. ამორმა ლიგა მოიგო. ხო? კარგი, პორტუგალიაზე ამოვწურეთ მე მგონი და ბუნდესლიგა. აი პორტუგალიას თუ გერმანია შეხვდა სადმე. ეი დამთავრდება პორტუგალიის. აი ხა მე გერმანია ეს არის. მაგრამ გერმანიის არანაირი იმედი აქვს. აა მე გერმანია ძალიან აკლია შემადგენლობაში რაღაც ვარსკვლავი. ნუ ისეთი ტიპი აკლია რომელიც თამაშს ბეც გადაწყვეტს და რაღაც რა ეგეთი სანაკრებოდონებს ეგეთი მოქმედებს. მიხედავთ იმისა რომ მე ვთვლი რომ აი რო შეხვდეს ერთმანეთს იულიან ნაგელსმანი ჭერშია და რობერტო მარტინეს სადღაც მიწაშია წვრთნელების დონეზე. შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგოს რა თქმა უნდა გერმანია, მაგრამ აი ეს თამაში არ ყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები პირდაპირ. პირდაპირ დავიწყოთ მეკარიდან, იმიტომ რომ ნოიერია ისევ იმედი 41 წლის თუ 40 წლის. მე არ ვეთანხმები რომ ნოიერი უნდა წასულიყო ამ სოფლიოზე და ვიმედოვნებდი რომ ურბიგი იქნებოდა პირველი მეკარე.
და საერთოდ არ ბაუმანზე წაიყვანეს. არა, წაიყვანეს. ოლივერ ბაუმანი იქნება მეორე მეკარე. ისიც კარგი მეკარე, მაგრამ საუკეთესო ვერი ხო, მაგრამ 2 მოხუცი მეკარე ყავს რა. ბაუმანს უნდა დებიუტი უნდა ქონოდა თუ რაღაც. ხო. ოლივერ ბაუმანი მოვიდა მსოფლიომდე ისე, რომ უნდა ყოფილიყო ძირითადის მეკარე. და მსოფლიო ისა ჩემპიონთა ლიგის რაღაცა ბოლოსკენ უთხრეს დაურეკესო ესე ეწერა ნაგელსმანმა. დაურეკა რომ ნოიერი მიმყავსო რა. პლუს დავით რაუმი არასანდოა დაცვაში, იქით კი მიხსუწევს დაცვაში თამაში, იმიტომ რომ არ არის ალტერნატივა. შეტევაშიც ახლა ემადე, ჰავერცი, ეგეთი მიტოსტატი ყავს მაქსიმუმ ვარიანტი, დაცვის ცენტრი. ნუ ტა, რუდიგერი, ნუბელი არ არის მსოფლიოს. არის ბაუმანი, ნოიერი და ნუბელი არის უბრალოდ რუბიგი არ არის. მეოთხე მეკარედ მიყავთ, იმიტომ რომ ტესტებში არის, ხო? გერმანიას ხო ჩვევია რომ 1-11 მეკარე უნდა წაიყვანოს და. ხო, ანუ არ არის. მე შლოტერბეკიც არის დაცვაში. რაღაც დაიწერა მან რომ ნოიერმა გადაწყვიტა რომ რუბიგი არ წასულიყო მსოფლიოს, რაღაცა ეგეთი მახსოვს რა. ნოიერი ის არის კანცლერი. ხო, გერმანიის თავარი პრობლემა ჩემი აზრით სოფლიო ჩემპიონატზე იქნება წინა ხაზი უგულისხმობ გოლის გატანას. აი მიროკლოზე რასაც აკეთებდა რა. ეს არა გერმანიის შემადგენლობა. როგორ არ არის? კი, აი ჰავერცი, აი მინდა გაკონა მიხსάνε. ის უნდა წაუყვანია. არ ვიცი, აქ წერია ყოველ შემთხვევაში. ხო, ნუ ალბათ ნიკოლ ტემადე იქნება ძირითადში, ხო? შეიძლება ჰავერცი იყოს. იყვანდა ისეთი გუნდია, ისეთი ფეხბურთელია. შეიძლება ჰავერცი იყოს. აი, ჰავერცის იმედი შეიძლება კონდეს რა, იმიტომ რომ ფინალებში გოლების გატანა და განსხვავებულ მომენტში ამ ჰავერცს ასე თუ ისე გამოსდის. ალბათ ლეროის ანის მოუწევს კიდე ერთი. ნუ გნაბრი დიდი დანაკლისია ჩემი აზრით გერმანიისთვის ტრამვის გამო. და მუსიალას ფორმა მაინც. ანუ ჩვენ PSG-სთან ლიგაზე ვნახეთ, რომ აი მუსიალას რაღაცა ფორმა თლად ბოლომდე აღდგენილი არა აქვს და. ფორმაც არა აქვს აღდგენილი და ეთქობა რომ რთული სეზონი ქონდა. აი ცოტა უნდა ვიფიქრე, მაგრამ თამაში რო ვიყავ, ეთქობოდა რომ აი ორთა ბრძოლებს ხო ეს აი ფეხი რომ უნდა ჩადგა, აი რაღაც მომენტებში იყო რომ მორიდებულა რა სიტუაციას და ეგ უფრო რა თქმა უნდა უფრო ფსიქოლოგიური ამბავია ვიდრე ტექნიკური შესაბამისად. მაგრამ დრო დაჭირდება და ეგ არ არის მარტივი საქმე, მაგ ტრამვის შემდეგ ეგ ფსიქოლოგიური წნეხი გადალახო. ეგ ტრამვა შეიძლება მაგ მხრივ ფსიქოლოგიის მხრივ კესებზე უარესი იყოს რა, იმიტომ რომ ანახი გაქვს შენ კოჭი როგორაა გადატეხილი წარმოიდგინე და მუსიალა რაც იყო ევროპის ჩემპიონატზე, ეგ იყო შეუჩერებელი ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონატი გერმანია მარტო შეიძლება და გასულიყო ესპანეთთან, საჩროსორი გადაწყვეტილება მიიღო, ხო? და გერმანია გახდებოდა ჩემპიონი, ჩემი აზრით, გერმანია ყველაზე ძლიერი გუნდი. მე მგონი კიმიხის დაყენებას აპირებს. ხო, და ალტერნატივა არც არის, ხო. ხო, იმიტომ რომ იქ ანჯელოს. და იქნება ცენტრში ალბათ სტილი. ნუ შეიძლება გორეცკა, იმიტომ რომ ნაგელსმანს აქვს ნათქვამი რომ მე მყავსო ყველა ერთნაირი ნახევარმცველიო, ვინც ბურთს თხოვსო ფეხებში, ანუ პირდაპირ პავლოვიჩი, შტილერი, კიმიხი და შემდეგ მჭირდება ერთი ისეთი, რომელიც სივრცეს უტევს რა თავისუფლად აი გორეცკა ეგეთი ერთადერთი. შტილერი და პავლოვიჩი აი ბურთის გამთამაშებელი. კარგი ნახევარ. ძალიან კარგები ორივე თან. ანუ გერმანიის ხავს კარგი გუნდი, მაგრამ რაღაც პოზიციებზე აკლია high quality რა. კი, ბევრ პოზიციაზე აკლია high quality. ძალიან ბევრ პოზიციაზე და ალბათ ყველაზე მე რაც მინახავს ესეც აი ბრაზილიასავით არა, ტოპ ფავორიტებში რო არ არის, მგონი ერთ-ერთი პირველი ჩემპიონატი. ალბათ 2002-ში არყოლია ასეთ შემადგენლობა. მოშიც სუსტი გუნდი ყავდა. ორში არაფერი გუნდი არ ყავდა ხო? просто მარტივი ბადე გამოვიდა. სუსტი აი დაახლოებით რაღაცა, მაგრამ იქ კლოზე ყავდა, ვიღაცები ყავდა, კანი არისო, ბებერი, ბალაკი ყავდა. მოკლედ ბალაკი რო ყავდა, იმიტომ წააგეს ფინალში. ალბათ ეგ გუნდი სახელებით და რაღაც უფრო წინ იყო, მაგრამ ეხლა ნაგელსმანი თუ რაღაცნაირად ჯადოქარი არის და შეუძლია გუნდის ისე გარდაქმნა რომ ითამაშოს. ან ნაგელსმანი ევროა თამაშა ძალიან მაგრად რა, ანუ გერმანია მართლა მაგარი გუნდი იყო. საშინაო ერო იყო, მაგრამ მიგულერი იყო, კროსი იყო. ხო, ეგ კროსი ძალიან დიდი გამოცდილება. კი, კროსი შემოსული არ ყოფს, ნუ. არა, ნუ ნაგელსმანის იმედი მაქვს რომ რაღაც ანუ არ ვიმბობ რომ ჩემპიონი გახდება, მაგრამ სულ სერიოზული გუნდი იქნება. საკურებელი იქნება, რა საინტერესო და საკურებელი. და შეტევაზე აქცენტით და შესარჩევებზეც ვერ ითამაშეს კარგად. ნუ ბოლოს კარგად მოუგეს იმ სლოვაკეთს. 6-0. ხო, იმ მოსაგები ჰქონდათ. და მოუგეს, მაგრამ მანამდე ძალიან გაუჭირდათ ეს შესარჩევი ძალიან მძიმე დაიწყეს. არეული თამაში იქ მე რაღაცა ჭორები და კეთილებები იყო. მე აბსოლუტურად შესაძლოა ვიზიარები იმაში რომ აი ვინც ჩამოთვალეთ ხო ყველა გუნდი ხო ვაკეთებს რაღაცეებში აი ნებისმიერი რომ გამოვაგდოს გერმანია მართ არ გამიკვირდება რა ნებისმიერი თუნდაც ესპანეთი და საფრანგეთი იმიტომ რომ ნუ მithumetes ორგანიზებულობა აქ ამ გუნდს ხასიათი აქვს ეგ ჩემ წარმოუდგენიაში არის ერთი თამაში აი შეიძლება მეოთხე ფინალში თქვა ვთქვათ მოუგოს ნებისმიერს მაგრამ რაც უსახურად გავარდეს ნახევარფინალში კი ბატონო ოკეი სანამ ხო კიდე რაც არის გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი რაც იქნება არის ფიზიკური ფორმა რაღაც ზოგიერთ ფეხბურთელის ხო როგორ მიაღწია იმიტომ რომ
თვალშორის გარიმოს ძალიან გასათვალისწინებელი. ხო, ანუ სიცხე და ესენი. ხო, ანუ ეგ ფიზიკურ ფორმას კიდევ უფრო ამხობს ეგრეს. ინგლისმა ნორვეგიამ შეწყვიტა ვარჯიში. ხო, ინგლისმა შეწყვიტა ვარჯიში, რომ ამ პირობებში ვერ ჩავატარებ. ხო, აი ეგ იქნება კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მithumetes იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბოლომდე ითამაშეს სეზონთან Arsenal-ის PSG-ს და ამ ფეხბურთელები. ძირითადად ხო რაღაცები NFL-ის სტადიონებზე ტარდება, რომელიც დახურულია. მაგრამ მან არის კიდე შტატებზეა დამოკიდებული, ტეხასში, ფლორიდაში და მექსიკაზე არა ლაპარაკი, ვისაც იქ უწევს თამაში, იმათ განსაკუთრებით გაუჭირდებათ, ვისაც ჩრდილოეთ შტატებში უწევთ და კანადაში რაც შეიძლება მარტივად განსაკუთრებული იქნება ყველა გუნდისთვის და აკლიმატიზაციისთვის ძალიან დიდი პერიოდი ჭირდება ზოგადად ადამიანს, რომ ეგ სიცივიდან სიცხეში გადახვიდე, მაგრამ აქ რაღაცა უსწრაფეთ ტემპებში მოუწევთ, რომ ადაპტაცია გაიაროს. ეგეც საინტერესოა, მოკლედ. არა მარტო ტაქტიკური და ფეხბურთის, არამედ ფიზიკური გამძლეობის საკითხიც კი დგება ფეხბურთელებში. ხო, აღდგენა და ეგეთი რაღაცები. მაგიტო იყო რომ ითხოვდნენ, რომ აი მან არ არის რომ რაღაცა გადაფრინდე, რამდენიმე, ახლოს რომ გადაფრინდე არ არის რა, ერთი ქვეყნიდან მეორეში ხო მოგიწევს გადაფრენა. არის 3 საათო ზოლი უნდა გადავახო. ეგ არის და არა მხოლოდ მოედანზე გადაწყდება მან ბევრი რაღაცა, არამედ მსგავს აღდგენებში ფიზიკურ მომზადებას და ასე შემდეგ. იქაც და სოფლიო ჩემპიონატი და სოფლიოში დარდება. ხო. ნუ იქ პირველი თამაშებია უბრალოდ. მოვალეობას იხდიან რეზი და ხო, მაგის გამო არ გეტყვით საკვალიფიკაციო სარი თამაშებს. ხო, იმერ ერთი თამაში. ფინალი ბერნაბეუს. კი ბატონო, უბრალოდ იმის თქვა მინდოდა რომ ერთადერთი რაც იმისთვის რომ ღამის გასათევად ხო ემზადებით დროიდან გამომდინარე და შეიძლება 2 საათით გაგვიწება კი არა, უფრო მეტით მოგვიწევს, იმიტომ რომ თუ Thunderstorm-ი იყო, ელვა და ის თუ იყო, უახლოეს რაღაც საკლუბო ჩემპიონატზე რაც ხდება, ხო და უახლოეს 9 საათი არ უნდა იყოს თამაშის განახლებამდე რაღაც ეგეთი. და ეგეთ რაღაცებს მოკლედ მე ის თუ გამეორდა და კიდე გადაიეს ნახევარ თავიდან ითვლება და 9 წუთი რო არის და ეგრევე რო გაიგო. რომ წურავთ რო იმას. ხო, აი რაც საკლუბოზე ვნახეთ პრინციპში. და რაღაცა არის გოლის ხო, კიდე უფრო დიდი პაუზები უნდა იყოს და კონცერტები და სიმღერები შუაში. წყლის შესვენებები მოკლედ ძალიან გრძელი მატჩები რაც ამერიკელებს იდეალურად გამოსდით არის რაღაცისგან შოუს შექმნა და ბუნებრივია ამასაც გამოიყენებენ რომ შოუ შექმნან. NBA რო არა. ხომ არა შეიძლება ის მაგასაც არის სოკერი ჩვენთვის არის ფეხბურთი ეგ მიუღებელი. კი ბატონო მე მეთანხმები 48 წუთიანი NBA-ის თამაშობს 3 საათი ატარებენ. ხო. NBA-ის ფინალებზე რო გაიგრძო აზრი არა, მაინც ჩაგეძინება იმდენი ხანი გრძელდება რა. კარგი, სანამ ბოლოს შეკითხვას დავსვამ პრინციპში, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და იმასაც ვიტყვი რომ სახელოსნო ბარში ვართ და მადლობას ვეტყვი აქ ამ მენეჯმენტს იმისთვის რომ გვითმობს სივრცეს, HubSG-ს ვეტყვი კიდევ ერთხელ მადლობა და ბოლოსთვის ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა მოვიტოვო, ასე ვთქვათ, კონკრეტული დრო, მოულოდნელობას ვისგან ელით. არის თუ არა ისეთი გუნდი, რომელიც აი განსაკუთრებით გაინტერესებთ ერთი და პლუს ამას შეიძლება გაისროლოს. მაგალითები რო ვთქვა, არის ნუ წინა მსოფლიო ჩემპიონატ მაროკომ რაც გააკეთა, ხო? მე დავიწყებ თუ გინდათ. მე 3 ნაკრები გამოვყავი ეგეთი. პირველი არის ნორვეგიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც ну, ერთი ის რო გახსენდება რომ ყავს ჰალანდი და ბუნებრივია ეს არის უდიდესი პლუსი რაც ამ გუნდს აქვს, პლუს ალექსანდრ სორლოტი რომელიც ასევე კარგ ფორვარდად მიმაჩნია მე, მარტინ ოდეგორი რომელსაც პრემიერ-ლიგა მოიგო და ლიგის ფინალი ითამაშა, არც ისე კარგად, მაგრამ ხვები ხარ რომ აი უგაღარა მოულოდნელი როსურს გავიგე. ხო, მაგრამ ანუ არ ველით ფავორიტებს შორის ხო ამათ არ შეიყო. ანუ ჩემპიონობას არა, ჩვენ ხო ჩემპიონობის ფავორიტებს არ მომწონს. აი ხა მეოთხე ფინალში რო გავიდეს ანუ გრძელი გზაა ბექა მაგისთვის გასავლელი და ესე მარტივი არ იქნება მეოთხე ფინალში გასვლა რა. სხვადასხვა ნორვეგია შეიძლება იყოს ის გუნდი, რომელსაც მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწიოს. ამ ჯგუფში, იმის ჯგუფში? აი საფრანგეთი, სენეგალი ყავს ჯგუფში. კი, მოუწევს აუცილებლად. მაგიტომ მაინტერესებს, ანუ ამ ჯგუფიდან ამ ჯგუფში რა სიზამს, ერას რამენგოს მე მაინტერესებს აფრიკული გუნდი თუ გავა ეგ ხო და ერთ-ერთი ამ ჩემს იმაში დაკავშირებს ან აივერი კოუსტი რეზი კოდიუარი იმიტომ რომ ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს რა ჩაწერამდე რო ათვალიერებდით ზოგადად შემადგენლობით ძალიან კარგი გუნდია ჩემი აზრით დიომანდე ყავს რომელიც 100 მილიონებს აბრახუნებენ გრანდები და კაცმარიცის საწავა ინტერის ბონი ყავს ამად დიალო ყავს მანჩესტერ იუნაიტედიდან გესარი ყავს ასტონ ვილადან ნიკოლას პეპე ყავს გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი მოკლედ კარგი გუნდია მე ორი რაღაცა მაინტერესებს და ერთ ვიტყვი აფრიკელები გაუძლებენ იქაურ სიცხეებს ძალიან კარგად მარტივად მათთვის ეგ მარტივი ოპერაცია იმიტომ რომ აფრიკაში სიცხეა ამასაც დავაყოლებ ბექასანამ რასისტულ ხმურობას დამამრავლებს ერთი არის რომ არ მახსოვს ერთი არის ერთ საკითხი რაც მაინტერესებს მე მგონი მე ორივე მეორეზე ან ორივე პირველზე თუ გავიდა ირანი და ამერიკა ხდება ერთად პლეიოფში ეგ იქნება და ხორმოზის სუტეში გაიმართება მატჩი და აი მე
FIFA-ს ყველა ადამიანის და ვინც ჩართული ამ საქმეში მოთხოვნა მაქვს, რომ თუ თამაშების გაკეთება შეგიძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლიათ. არგენტინა პორტუგალიის მეოთხედფინალი გვანახეთ, იმიტომ რომ ორივე გუნდი თუ პირველ ადგილზე გავიდა, მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. კი ბატონო. ეს არის მომენტი, ალბათ მართლა რომ We have been waiting for. ალბათ თელი დედამიწა ელოდება და ციფრების რეკორდებს უკვე არ ვთვლი, რომ ყურებადობის და რაღაც რა მოხდება. შეიძლება დაიწოს ყველა სერვერი. მაგრამ ალბათ ყველა მაყურებელი იმსახურებს ასეთ დიდ სცენაზე ამ ორი უდიდესი ეპოქალური ადამიანის დაპირისპირებას. რომელსაც მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი განსაკუთრებით ის შეთავაზების თუ არგენტინას გარდა. რეზი შენ ასე dark horse-ზე. მე ბოლო dark horse-ად მაგალითად თურქეთი მყავდა. თურქეთიც რომელიც ასევე კარგი გუნდია წესით. რომელიმე მასპინძელი შეიძლება კიდე დავუმატოთ, აი მექსიკა მაგალითად სახლში ითამაშებს. თან თუ პირველზე გავიდა და არა აქვს ახლა ისეთი ჯგუფი რომ რთული ჯგუფი ერქვას, მაგრამ მექსიკას კლასი არა აქვს. ისეთი ის მექსიკა არა როგორც ადრე იყო რაღაც. თან პლეიოფში მექსიკა წვალობს, მაგრამ ეგეთ სტატისტიკა რომ სახლში მექსიკა აცტეკას სტადიონზე თავარი სტადიონი რაც აქვს, წაგება არ აქვს სოფლიოზე. და ორი სოფლიო ჩატარდა მექსიკაში აქამდე და ორივეჯერ მეოთხედფინალში გავიდა. ანუ ეგ აქვს რომ სახლის ფაქტორმა აცტეკა დიდია, ძალიან ხმაურიანი ხალხი შეიკრიბება და ამით შეიძლება რაღაც გაკაჩონ რა. მიუხედავად იმისა რომ შემადგენლობა ისეთი არ გამარჯობა გილერმე ოჩოა ყავს. კი, მე-6 სოფლიოზე მიეროს მონაზრე. საიმედო ხელშია მექსიკის ნაკრების. ან კარებში არ იდგება როგორც ამბობ. არაო? მე ანუ სხვა იდგება. ძირითადად მე კარ დაემტვრათ და მაგითო წავიდა საერთოდ. აჰა, ოკეი. კარგი, რა დაგვრჩა სათქმელი. მე ერთ-ერთი რაც არ ვიცი თუ ნახეთ ეგ ნიუსი. ჰიმენებს რომ მთელი გუნდი იმღერებს ნახეთ? სათადარიგოების სუპერ. წრეში რომ დადგებიან. ანუ რაგბში ხდება ეგ მე მგონი. რო სათადარიგოთა სკამის მორაგბეებიც უდგანან ძირითადებს და იგივე მოხდება მოკლედ აქ. ბობის და ვანოსო ჩვენ როგორ გვექნება პოდკასტები ხო სოფლიოს დროს. როგორ გეგმავთ მიდი. ხო, მე უბრალოდ ესე ვფიქრობ, ესე ვაჩაფიქრებ, რომ პირველი წრე, როდესაც მორჩება ჯგუფური ეტაპის, ბუნებრივია ყველა თამაშს შევეხებით, თუმცა გამორჩეული თამაშები რაც გვექნება, აი ისევ ამ გუნდების გარშემო ვიტრიალებთ, ვიზაც ეხავ თქვით, თუ ვიღაცა მოულოდნელად შემოგთავაზებს იმასაც ბუნებრივია შევეხებით, შემდეგ მეორე წლის შემდეგ, პარალელურად მე მესამეს შემდეგ, მე უკვე პლეიოფური სისტემა, მე-16 ფინალი, მე-8 ფინალი, მე-4 ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. ესე არის გვაქვს წარმოდგენილი მოკლედ ჩვენი ერთი თვე. ვიქნებით აქტიურები, ამას პირობას გაძლევთ. ამისთვის აუცილებლად უნდა დაგვალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი თან ეროვნული ლიგას არ ჩერდება რომ ისე. ეროვნული ლიგას არ ვაჩერებთ პერიოდულად, ნუ დრო გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღე ეროვნული ლიგაზე ვიყოთ, ღამე გავათენოთ სოფლიო ჩემპიონატს. იდეალური ზაფხულია. მე მაინც არ მძინავს ღამე ფაქტობრივად, ამიტომ მზად ვარ ფსიქოლოგიურადაც. ყოველ 3 საათში ერთხელ მაინც ვიღვიძებ გამოწერილად და თუ ფეხბურთისთვის გავიღვიძებ და პლუს ამ საქმესაც გავაკეთებ, უდიდეს სიამოვნებით მოკლედ მზად ვარ. მზად ვართ მე მგონი სოფლიო ჩემპიონატისკენ, რომ სოფლიო ჩემპიონატი რო დაიწყოს, სავარაუდოდ ჯგუფური ეტაპის პირველი წლის დასრულამდე ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი ესეთ რეჟიმში და მანამდე რამე არ მოვიფიქრე. თუ მანამდე რაღაცა არ გადაგვიტრიალდა თავში. კარგი, მადლობა ბიჭებო, საინტერესო საუბრისთვის. მე მგონი რაც გვინდოდა ასე თუ ისე ვთქვით და ვისაუბრეთ. კომენტარებში ველით თქვენსაც როგორ ელით სოფლიო ჩემპიონატს, ვინ არის თქვენს წარმოდგენაში მთავარი ფავორიტები, ბომბარდირები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ კომენტარებში მაქსიმალურად იაქტიურეთ, ძალიან ვაფასებთ და ვკითხულობთ თითოეულ თქვენს მოსაზრებას. წავედით, დროებით მაშინ დაგემშვიდობებით. კარგად. კარგად.